რუდებით პირდაპირ ეთერში განვაგრძობთ გამოშვებას და ახლა დაიწყება ჩვენი კიდევ ერთი საფლაგმანო და გამორჩეული რუბრიკა, რომელიც ლიდერი ქალების წარმატების ისტორიებზე არის აგებული თავიდან ბოლომდე და ეს რუბრიკა ლიდერ ქალთა საზოგადოების ეგიდით მზადდება. პირდაპირ ეთერში მინდა მივესალმო საზოგადოების დამფუძნებელს, გადაცემის თანაწამყვანს და პარტნიორს ნათია შათირიშვილს, რომელიც ტრადიციის ამბავ დღევანდელ გამოშვებაშიც ძალიან საინტერესო შინაარსობრივი ნაწილით და სტუმრით არის წარმოდგენილი. ნათია, დღემშვიდობის ფანტასტიკურად გამოიყურებით როგორც ყოველთვის. და მოკლედ ესე იგი ტრადიციას არ ვღალატობთ და საინტერესო სტუმარი ყავს დღევანდელ გამოშვებაში ძალიან. ამიტომაც გისმენთ ყურადღებას. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ერთგულ მაყურებელს. დღეს კიდევ ერთი მორიგი სტუმარი ყავს ლიდერ ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი, წევრი, ლიდერი, წარმატებული ქალბატონი, ულამაზესი, უნიჭიერესი და არ ვიცი კიდე რა შეიძლება სიტყვა გამოვიყენო ქალბატონ ანისთან კავშირებით, რომელიც დღეს არის ჩვენი სტუმარი. ის რადიკალურად ორი განსხვავებული საქმიანობით შემოიფარგლება ერთმანეთისგან განსხვავებული საქმიანობით და მას აქვს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ ძალიან ბევრი არაერთი წარმატებული ნაბიჯი უკვე გადადგმული და ძალიან დიდი გულისყურით ვეცნობოდი, როდესაც ანის შესახებ ლიდერ ქალთა ორგანიზაციაში რეკომენდაციები შემოვიდა, რომ ის აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჩვენი ორგანიზაციის წევრი და ძალიან დავინტერესდი ანის кейსით და ალბათ დღეს ანი თავის შესახებ თვითონ გვესაუბრება და მოგვიყვება იმ საინტერესო ამავდროულად ცოტა რთული პერიოდებიც ქონდა ანის არ გვიყვარს ხოლმე მე განსაკუთრებით არ მიყვარს ამ თემებზე საუბარი ანისთან იმიტომ რომ მას ამის არანაირი აღარ აქვს უკვე ის რომ რაღაც დამაბკოლებლები ქონდეს წინაღობები ანი ალბათ უკვე თისაუბრებს თავის წარმატებულ ბიზნესზე და წარმატებულ კარიერაზე მოგესალმებით ანა, ძალიან სასიამოვნოა თქვენი სტუმრობა ჩვენს გადაცემაში და გისმენთ ყურადღებას. მოგესალმებით პირველ რიგში დიდი მადლობა თქვენ და ნათიას ამ შესაძლებლობისთვის. ხო, ჩემი პირველი ნაბიჯები BDC აკადემიით არ დაწყებულა დავიწყე ლიდერ ქალთა ორგანიზაციით და ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი პატივი ამ ორგანიზაციაში მოხვედრა, თანამშრომლობა და მეგობრის რეკომენდაციით მოვხვდი ორგანიზაციაში, თუმცა მანამდე ძალიან დიდი გზა გავიარე. ორი რადიკალურად განსხვავებული ბიზნესი მაქვს. ყველაზე ასე ვიტყოდი უხუცესი ეს არის ნაქსოვი ტანსაცმლის ბრენდი ანა ჯეი, რომლის დამფუძნებელის და დიზაინერიც ვარ მე. ვქმნით ძალიან ბევრ მოდელებს, როგორც ქალის, მამაკაცის, ასევე ბავშვებისთვის. არ გვაქვს სეზონის შეზღუდვა, არ გვაქვს რაოდენობის შეზღუდვა. ახლა უკვე თანამშრომლობთ საერთაშორისო გამოფენებთან. ასევე ვართ რამდენიმე წლის განმავლობაში მონაწილეები სტამბულის ძაფების საერთაშორისო გამოფენაზე, რადგან ჩვენი შემოტანილი პროდუქცია და ნედლეული ბევრად კონკურენტულ ფასის ლავირებას გვაძლევს ჩვენს ქართულ ბაზარზე, რაც ჩვენთვის არის წარმატების ერთ-ერთი საფეხური და პრიორიტეტი სხვა ბრენდებთან შედარებით, რადგან აქ შეძენილი ნედლეული სხვისი მიერ შემოტანილი სხვა ფასთან მაჩვენებელს გვაძლევს შემდეგში. ტრადიცია, მესმის ძალიან კარგად. კი, ასე, თანამშრომლობთ როგორც საქართველოში, ახლა გვაქვს რაღაც ესეთი კორპორატიული შეკვეთა, თუმცა ჯერჯერობით ვერ ვახმაურებთ ეს საჯაროდ რომელ კომპანიასთან თანამშრომლობთ, თუმცა უახლოეს მომავალში ამასაც გავასაჯაროებთ. საერთაშორისო ბაზარზე გქონია შეკვეთები ინდივიდუალური, თუმცა სხვა ეს ქართული კომპანიების დახმარებით კიდევ ვაპირებ საერთაშორისო ბაზარზე გასვლას. ახლა მივემგზავრებით იანვარში პარიზში ბავშვების საერთაშორისო გამოფენაზე ტანსაცმლის და სპეციალურად ამ გამოფენისთვის ვამზადებთ ახალ კოლექციას ბავშვებისთვის. ეს იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი კონკრეტულად ამ ნაქსოვების სფეროში. ახლა გიამბობთ მეორე ბიზნესზე, ეს არის ჩემი საკონდიტრო საწარმო, რომელიც ასეთი სახელით La Fusion უკვე წელს დაარსდა, თუმცა მანამდე როგორც შეფ-კონდიტერი თანამშრომლობდი სხვადასხვა ქართულ წარმატებულ სასტუმროებსა და რესტორნებში. და La Fusion-ი თავაზობს ადამიანებს ჯერჯერობით ონლაინ შეკვეთებზე უმუშაობს, თუმცა გეგმავთ ახლო მომავალში უკვე ჩვენი კაფის საკონდიტრო კაფის გახსნას.
ძალიან მაგარი საქმეა. არის ასევე BDC აკადემიის საკონდიტრო საქმის კურსის კოორდინატორი და ის სასწავლობს ახდენს ხოლმე და სასწავლობს ასწავლის იმ დაინტერესებულ მოსწავლეებს, რომლებსაც უნდა შეისწავლონ საკონდიტრო საქმე და საკონდიტრო ნაწარმი. Ani აქვს მნიშვნელოვანი ის ფაქტი კიდემ, რომ ჩვენ საუბრისაც წეგან საუბრის დროს აღნიშნეთ, ადამიანები, რომლებიც მას ჭირდება, იყოს წარმატებული და ყველა ის შეკვეთა მას აქვს ამ თემასთან დაკავშირებით, ეხლა ნაკლებად ისაუბრა, თუმცა მას აქვს ძალიან დიდი კორპორატიული დაკვეთები ხოლმე და შესაბამისად ის მხოლოდ თავად ვერ შეასრულებს ცხადია, ხო, აი ამ კორპორატიულ დაკვეთებს, სადაც შეიძლება დაუკვეთონ 500-იან, 1000-იან, 3000 ხელით ნაქსოვი, რომელიმე, თქვათ, ის პიჯაკი იქნება თუ არ აქვს მნიშვნელობა რა, ხო? აი ამ შემთხვევაში ვკითხე ლოგიკური კითხვა გამიჩნდა, რომ სად პოულობ ადამიანებს დღეს, რომლებმაც იციან ქსოვა და გეხმარებიან აი ამ საქმიანობაში. მეთქი და მას აქვს ამაზე სასწაული პასუხი. მართლა თუ ამდენი ქსოვის მცოდნე ადამიანი იყო საქართველოში 700 მითხარი, ხო? მე ვარ საქართველოს საერთაშორისო ქსოვის ასოციაციის დამფუძნებელი და ყავს 700-მდე ქსოველი, ეს არის ხელით მქსოველები, დაზგაზე მქსოველები, სათამაშოების მქსოველები, ქართული ტრადიციული ორნამენტებით მქსოველები, რადგან იყო პერიოდი, რაღაც კორპორატიული შეკვეთა ჰქონდა, დამჭირდა მოძიება ქსოველების, ცოტა გამიჭირდა თავიდან შარშან, თუმცა მივხვდი, რომ ამას მხოლოდ ჩემთვის არ გავაკეთებდი, იმიტომ რომ საქართველოში არსებობს სხვა ბრენდებიც და თავისთავად სხვასაც, როდესაც ჭირდება მქსოველი, უნდა მოიძიოს ეს ინფორმაცია მქსოველებზე. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე ამ ორგანიზაციის დაარსება და ჩამოყალიბება, რომ არა მხოლოდ ჩემთვის, სხვა ბრენდებისთვისაც გახდეს ადვილი ამ ხალხთან კომუნიკაცია, როგორც დამსაქმებლებს, ისე დასაქმებულ ქალბატონებს შორის. ძალიან მაგარი. კონკურენტი, ანუ ჯანსაღ კონკურენციას მე ყოველთვის მივესალმები და მოხარული ვარ ხოლმე და აი ამ შემთხვევაშიც წავაწყდი, რომ ანის შემთხვევაშიც, რომ კონკურენტებთან მას აქვს აბსოლუტურად სწორი მიდგომა და თქვენ თანამშრომლობთ ერთად და არა ისე როგორც ხშირად ხდება ხოლმე, რომ არის გაუთავებელი ბრძოლა, გაუთავებელი ეს უარყოფითი ინფორმაციების გავრცელება და ასე შემდეგ. პირიქით, შენ თანამშრომლობ მათთან, თანაც ძალიან დიდი სიამოვნებით. კი, აუცილებლად, რადგან ნავიცი მე ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ კონკურენცია, ანუ მეგობრობა ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ქართველები ვართ, თან ქალები ვართ და რატომაც არა იქნებ მას ჩემზე მეტად გამოსდის, ჩემზე კარგად გამოსდის რაღაც პროდუქტის შექმნა. ჩვენ ხო ყველა ერთნაირ პროდუქტს არ გვქნით და რატომაც არა შევუწყოთ ერთმანეთს ხელი რაღაც ახალის შექმნა. მახსენდა ერთი ძალიან ესეთი საინტერესო და უცნაური ფაქტი, როდესაც ჩვენ ერთად ვიმყოფებოდით ერთ-ერთ საღამოზე, სადაც შენი ნაქსოვი სამოსების გამოფენა იყო და ძალიან მოეწონა ერთ-ერთი რესტორნის თანამშრომელს თქვენი ეს ნამუშევარი და დისთვის, ხო? და შეუძინე და გაუგზავნე აი ამ ემიგრანტ დას და მე იქიდან მოდიოდა ძალიან ბევრი მე არ ვიცნობ იმ ადამიანს დღესაც არ ვიცი ვინ არის. ანუ როგორ შეიძლება შეიძინონ ადამიანებმა თქვენი ნამუშევრები, როგორ ნამუშევრები კი ბატონო და ასევე როგორც ინდივიდუალური შეძენა, ინდივიდუალურად რაოდენობაში შეუძლიათ ასევე კორპორატიულ შეკვეთებზე მუშაობა. ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ ვაწარმოოთ როგორც 10 50, 100, 200, 300, 1000 ცალი ერთეული, არ აქვს ეს მნიშვნელობა, იქნება ნაქსოვი ქუდი, პიჯაკი, მოსასხამი, ქვედაბოლო, ქალის, კაცის, ბავშვის არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენს Facebook გვერდზე ანა ჯეის უნდა მოიწერონ, შეუძლიათ გამოიწერონ ასევე Facebook-ის გვერდი და Instagram-ი. და უკვე Facebook-ის გვერდის და ასევე საიტის ანა ჯეის მეშვეობით შეუძლიათ დაკონტაქტება კომპანიასთან და გაფორმება შეკვეთის. ანუ თქვენი აზრით
როგორც ლიდერ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მინდა გკითხოთ. შეიძლება იყოს მე მგონი ჟურნალის პრეზენტაცია მაქვს ჯერ კიდე გადმოყოლილი ემოციები. რეპორტაჟს ასევე ძალიან მაგარი დავაარსებთ. როგორ ფიქრობთ, შეიძლება იყოს რაიმე წინაღობა მიღწეული, უბრალოდ დასახული მიზნისთვის, რომ მიაღწიო წარმატებას? შეიძლება იყოს ქალბატონისთვის რაიმე წინაღობა დაგხვდეს და ვერ გაართვა თავი? არანაირი წინაღობა, მე ვფიქრობ, რომ არანაირი რაღაც პატარა გადახოვას რეციტირებას მოვახდენ, რადგან რამდენიმე წლის წინ ვიყავი ონკოპაციენტი, ეს გახდა ჩემთვის, არ ვიცი, გამოფხიზლების, გამოცოცხლების, რესტარტის, გადაფასების, ძალიან ესეთი ზუსტ დროს ვიტყოდი და მემართა კიბო, თუმცა მალე გამოვჯამრთელდი და მას შემდეგ 18 საათი ვმუშაობ დღის განმავლობაში. როდესაც ვმუშაობდი რესტორნებში და სასტუმროებში შეფ-კონდიტერად მყავდა ჩემი რაღაც გუნდი დამხმარეების. გზაში ვქსოვდი, იმიტომ რომ მე მანამდე შეკვეთა მქონდა გასაკეთებელი, სასტუმროში ვმუშაობდი კონდიტერად, უკან გზაზე ვმუშაობდი, ვქსოვდი, ბევრს ალბათ ვნახი ვარ ტრანსპორტში ჩანთებით და საქსოვით ძაფით ჩხირებით, იმიტომ რომ მე ვიცოდი რისთვის ვმუშაობდი, სად მინდოდა მივსულიყავი, რისთვის ვმუშაობდი ამდენი ხანი, ეს მარტივად არ მოდის, თუმცა დაბრკოლება, წინაღობა არსად არასდროს არ იქნება, თუ საკუთარი თავის იმედი გვაქვს, რწმენა და ვიცით შრომის ფასი, სიცოცხლის ფასი პირველ რიგში და რა გვინდა ვაკეთოთ. ანუ წარსულში ონკოპაციენტი, დღეს უკვე წარმატებული ლიდერი ქალბატონი ასია? კი, ასია და გვაქვს რაღაც აქტივობები, ონკოპაციენტებსაც ვასწავლით ქსოვას, მე პირადად, რადგან მათთვის რაღაც ეს არც თერაპიული ჩართვები და იმ პაციენტის, ვინც უკვე გამოჯანმრთელებულია, მათი თანადგომა ბევრად მნიშვნელოვანია. მე, როდესაც გავდიოდი მკურნალობის პერიოდს და პროცესს, მაშინ არ იყო ესეთი ფუფუნება იმის, რომ ვიღაცას ჩემთვის ეთქვა, ყოფილ ონკოპაციენტს, რომ იცი რა, შენ ყველაფერი კარგად გექნება, თუმცა მე თვითონ შევხვდი ამ დიაგნოზს ძალიან შემართებით, არასდროს არ მინერულია და არ მეთქვა ის, რომ რატო დამემართა მე ან რატო არ დამემართა სიტყვაზე სხვას რაღაცა. მე ჩავთვალე ეს იმათ, რომ ეს იყო ჩემთვის რაღაც გაფრთხილებასავით და მე ეს უნდა გამევლო და რაღაც დასაცდელი მე ვფიქრობ. კი. ესე რომ არანაირი დაბრკოლება ხალს არ უნდა აშინებდეს, თუ იცის რისთვის არსებობს, თუ აქვს მიზანი დასახული, კი. ყველაფერი შესაძლებელია, საკუთარ ძალებში უნდა იყვნენ დარწმუნებულები 100%-ით, კი. ძალიან მაგარი წარმატების ისტორია მოგვიყვა ანა. ძალიან მაგარი წარმატების ისტორია და თან მithumetes აი ორი აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული საქმიანობის ტიპი არის. ორი აბსოლუტურად სხვადასხვა ტიპი და ძალიან იშვიათობაა, როდესაც აი ესეთ დივერსიფიცირებულ ბიზნეს საქმიანობაში ადამიანი ორივე ფრონტზე იყოს ასეთი წარმატებული. აქედან გამომდინარე, რა ვიცი, მე აი გულწრფელად მინდა რომ გისურვოთ წარმატებები და დიდი იმედი გამოვთქვა, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი ძალიან ხშირად იქნებით და დაგვმუხტავთ ასეთი შემართებით. და გაგვიზიარებთ მათ შორის აი ესეთ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან წარმატების ისტორიებს. ამიტომაც დიდი მადლობა ანა ჯაჭვაძეს, რომელმაც აი ეს ძალიან საინტერესოდ ისაუბრა ჩვენს პირდაპირ ეთერში. ნუ მადლობა რა თქმა უნდა ნათია შათერიშვილს ამ რუბრიკის ორგანიზებისთვის და ასეთი ადამიანის გაცნობისთვის. ნათიას არ ვიმშვიდობები სხვათა შორის ახლა, იმიტომ რომ მე და ნათია ახლა ფაქტიურად ერთად დავაანონსებთ ჩვენს რეპორტაჟს, რომელიც ჩვენმა ბიზნეს რეპორტიორმა და გადაცემის პროდიუსერმა ნინა ჯალიაშვილმა მოგვიბზადა და სხვათა შორის მე მინდა ხაზი გავუსვა ახლა ძალიან მნიშვნელოვან მოცემულობას, რომ საზოგადოების ეგიდით უკვე გამოიცემა დიდი ხანია ძალიან საინტერესო ჟურნალი, ბეჭდური ვერსია, რომელიც დაინტერესებული საზოგადოებისთვის უკვე ხელმისაწვდომი არის. შესაბამისად, ნათია, მე მინდა სანამდე ერთად დავაანონსებთ რეპორტაჟს, მინდა რამდენიმე სიტყვით გითხრა ამ ჟურნალის შესახებ. იმიტომ რომ ეხლა ჩვენ კულისებში ვსაუბრობდით და ეხლა ჩვენ ნახეთ და მე თვითონ გავეცანი წინა ჟურნალს, რომლის cover-ზეც ქალბატონი ნატალია კვანტალიანი იყო გამოსახული და მოკლედ რა არის ამ ჟურნალის უკვე ახალი ჟურნალის, ახალი გამოცემის, ახალი ედიშენის უბრალოდ მთავარი კონტენტი და შინაარსობრივი დატვირთვა.
ანუ მადლობა რომ აი ამ ჩვენი ჟურნალით დაინტერესდით და მადლობა ქალბატონ ნინო ჯალიაშვილს და ოპერატორებს ვინც ჩვენი ჟურნალის პრეზენტაცია გადაიყო და მონაწილეობა მიიღეს. ჟურნალი კიდევ უფრო ხარისხიანი გამოშვებული, ანუ უმაღლეს ხარისხს აკმაყოფილებს, მაგრამ ჩვენი პრობლემა იცით რა არის, სანდრო? ეს ჟურნალები მხოლოდ და მხოლოდ რიგდება ჩვენ და სამწუხაროდ საელჩოებში, როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთ და რეალურად საქართველოში აი ამ ჟურნალის ხელმისაწვდომობა, გაყიდვა ვერ იქნება იმდენად თვითღირებულება აქვს ძალიან ძვირი დიახ მაღალი და შესაბამისად მხოლოდ შემოვიფარგლებით იმით რომ საელჩოებში დარიგდეს საზღვარგარეთ ასევე როგორც საქართველოს საელჩოებში ასევე საზღვარგარეთ საელჩოებში და ამავდროულად საზღვარგარეთ არის ჩაშვებული გაყიდვაში სადაც ემიგრანტებს შეუძლიათ ნახონ ეს ჟურნალები შეიძინონ და რა ხდება ამ ჟურნალში ეს არის როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენაზე ნათარგმნი ჟურნალი და ამ ჟურნალებში არის განთავსებული ჩვენი წარმატებული ბიზნესმენი ლიდერი ქალბატონების ისტორიების შესახებ და მოთხოვნა ძალიან დიდია ჟურნალთან დაკავშირებით თვითონ ჩვენ და ყველაზე მთავარი კიდე იცით რა არის უკვე 4-5 თვით ადრე არის დაბრუნილი ჟურნალი ვისაც რეალურად შეუძლია რომ იყიდოს ესეთი ორგანიზაციის წევრებიც ხო არიან თავისთავად ცხადია და ანუ ჩვენ და სამწუხაროდ ვერ ხდება ისევ ჟურნალიდან გამომდინარე, ხარისხიდან გამომდინარე, რომ ეს ჩაიშვა საქართველოშიც გაყიდვაში. თუმცა ითხოვენ, აი, მინდა გავაგზავნო თქვა ემიგრაციაში, ესეთ თხოვნა არის ხოლმე, რომ აი 20 ჟურნალი მინდა შევიძინო, 30 ჟურნალი მინდა შევიძინო, მაგრამ ანუ ცოტა ისეთ თანხებთან არის. მე აბსოლუტურად გეთანხმებით, იმიტომ რომ მე რო გავეცანი ხა წინა ჟურნალს თუნდაც აუცილებლად გავეცნობი ამ ედიშენს აუცილებლად, მაგრამ ძალიან მაღალი პოლიგრაფიული ხარისხი არის. მართლაც ძალიან მაღალი პოლიგრაფიული ხარისხი არის და აბსოლუტურად მესმის ეხლა რასაც თქვენ ბრძანებთ და აბსოლუტურად მესმის ის დათქმაც რის საფუძველზეც ვერ ხდება ჯერჯერობით მისი ინკლუზიურობა. თუმცა ყველაფერი წინ არის კიდევ დაბეჭდებით შემიძლია ეს ყველაფერი თქვა. ნათია, მოდით ეხლა უკვე ერთად შევთავაზოთ ჩვენს მრავალრიცხოვან პუბლიკას ახალი ჟურნალის პრეზენტაციის ცერემონია, რომელიც ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა აქტიურად გააშუქა და ერთად ვნახოთ ნინა ჯალიაშვილის მიერ მომზადებული რეპორტაჟი. გადასწერასაზე ლიდერ ქალთა საზოგადოებამ კიდევ ერთი შთამბეჭდავი საღამო გამართა. ჟურნალ Business Women მაგაზინის რიგით მე-6 პრეზენტაცია. ჟურნალი გამოცემულია როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე. საღამო გამორჩეული იყო არა მხოლოდ თავისი შინაარსით, არამედ იმ განსაკუთრებული ატმოსფეროთი, რომელიც წარმატებული ქალბატონების თავშეყრამ შექმნა. ღონისძიების მთავარი თემა მოტივაცია იყო. ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრებმა, რომლებიც ჟურნალის ფურცლებზე არიან წარმოდგენილი, დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს თავიანთი წარმატების ისტორიები. მათ ისაუბრეს იმ გამოწვევებზე დაბრკოლებებსა და გამარჯვებებზე, რომლებიც წარმატებისკენ მიმავალ გზაზე შეხვდათ. ლიდერ ქალთა საზოგადოების ნომერ მე-6 ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც არის ქართულ და ინგლისურ ენაზე გამოიშვა, რომელიც რიგდება როგორც საელჩოებში, საქართველოში არსებულ ყველა საელჩოში, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებში. ლიდერ ქალთა ორგანიზაციის ჟურნალი იყიდება ასევე საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნებში და ძალიან დიდი მადლობა მინდა მოუხადო მობრძანებულ სტუმრებს, რადგანაც მოლოდინს გადააჭარბა ძალიან საინტერესოდ ჩატარდა პრეზენტაცია და ყავდა უამრავი ძვირფასი სტუმარი მობრძანებული. მე ვფიქრობ, რომ ლიდერ ქალთა ორგანიზაცია მიაღწია იმ შედეგებს, რაც არის ჩვენი მიზანი, გავერთიანდეთ ქალები ერთმანეთისთვის, ქალების გაძლიერებისთვის. დღევანდელი დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი საქმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვიყავი სტარტაპერი აქ რომ მოვედი და არავინ არ მიცნობდა. დღეიდან უკვე ბევრი იცნობს მილენას აკადემიას, ძალიან ბევრი მომხმარებელი და ძალიან ბევრი მოსწავლე მყავს. ვატარებ ძალიან ბევრ მასტერკლასებს და უბედნიერესი ვარ. ჩემთვის დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დღეს მე ვარ ჟურნალის ყდაზე. ეს ჩემი ოცნება იყო და ოცნება ამიხდა. მე ვარ
ასე ვთქვათ, ყდაზე დაბეჭდილი და ამ ჟურნალში წერია ჩემი წარმატების ისტორია. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამ ჟურნალში ზოგადად იბეჭდებიან წარმატებული ადამიანები, რომლებიც უზიარებენ შთაბეჭდილებებს, თავიანთი გავლილი ცხოვრების გამოწვევებს, დაბრკოლებებს, როგორ გადავლახეთ ეს ყველაფერი და საკმაოდ დიდი ინტერესი არის საზოგადოებაში ამ ჟურნალის მიმართ და ზოგადად ჩვენი საზოგადოების მიმართ. ლიდერ ქალთა საზოგადოების შეხვედრა დღევანდელი ემსახურება ჟურნალის პრეზენტაციას, რომლის ერთ-ერთი ჟურნალის ყდაზეც მეც გახლავართ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციის წევრობა. ჩემი მიღწევები და ჩემი განვლილი გზა ჟურნალის ფურცლებზე არის ასახული. ანუ ბიზნესი ჩემთვის არ ყოფილა არასოდეს მარტო ფინანსების მოზიდვისთვის, მინდა რომ ისეთი რამე გავაკეთო, რაც დატოვებს კვალს ჩემი როგორც პიროვნების ამ ქვეყანაზე თუ ჩვენს ქვეყანაში და ამისთვის ბევრ რამეს ვაკეთებ. შექმნეს ჟურნალი, ლიდერ ქალთა საზოგადოების ჟურნალი, რომელშიც ვარ მეც და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს мотиваცია განვიცადე მე თვითონ. ყველას ვუსურვებ, რომ უფრო მეტი და უფრო ძლიერად ყოფილიყვნენ. დღეს არის ჩემი ჟურნალის პრეზენტაცია, ვარ ჟურნალის გარეკრაზე. და მინდა ძალიან დიდი და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო ლიდერ ქალთა საზოგადოებას. მე მან ძალიან ბევრი რამე მომცა. იმისთანა мотиваცია მომცა ამ ორგანიზაციამ, რომ ძალიან ჩავედი საზოგადოებრივ საქმიანობაში და იქამდე წავედი და ისეთ რა ვიცი მიღწევებს ძამდე მივედი, რომ გარეკანზეც აღმოჩნდი და ამისათვის მე დიდი მადლობა ამ საზოგადოებას. მე უკვე მეორედ ვარ ლიდერ ქალთა ასოციაციის ღონისძიებაზე და ვარ ძალიან ბედნიერი, იმიტომ რომ მომიწვიეს, იმიტომ რომ ჯერ აი ესეთი სტატუსის საღამოზე რო ხარ სტუმრად, უკვე ბევრს ნიშნავს ჩემთვის და ძალიან მადლობელი ვარ დაპატიჟებისთვის. რაც ეხება დღევანდელ საღამოს, ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესია ქალბატონებისთვის, იმიტომ რომ ხდება ძალიან საინტერესო იდეების გაცვლა, საინტერესო ინფორმაციების გაცვლა და სამომავლოდ მჭიდრო კავშირების ჩამოყალიბება, რაც თითოეულ ჩვენგანისთვის არის მნიშვნელოვანი და გარდა ამისა мотиваციას აძლევს ყველა იმ ქალბატონს, რომელიც დღეს გავს რაღაც გარკვეულ ნაბიჯებს წარმატებისკენ. ეს ღონისძიება ეძღვნება мотиваციას ქალებისთვის, რაც ძალიან კარგია. აქ ხდება ერთმანეთის გაცნობა, დაახლოება არ ვიცი რეკომენდაციების გაწევა, ერთმანეთის ბრენდების გაცვლა ინფორმაციების და ვფიქრობ, რომ ესეთი საღამოები ძალიან ბევრი უნდა ტარდებოდეს. ჩემთვის მაგალითად ძალიან სასიამოვნოა მსგავსი აქტივობები.